მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯლია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე. დღეს მოკლედ ძალიან ბევრ ფრიად საინტერესო თემაზე მექნება საუბარი, ასე რომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ. წინ ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება, ჩემი აზრით, მოსამზადებელ კემში ვართ, როგორც იცით და თქვენ დასმულ კითხვებზეც მინდა გესაუბროთ, განვითარებულ მოვლენებზეც მინდა ვისაუბრო, ასე რომ თუ გსურთ ჩემი მხარდაჭერა, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. ეხლა კი მოდი დავიწყოთ. It's time! როგორც ჩემ წინა ვიდეოში ნახეთ, ალჯოელოვის ბრძოლაზე მქონდა ლაივი განხილვა ბიჭებთან ერთად და სამწუხაროდ ამ ბრძოლაში ალჯამაინ სტერლინგი დამარცხდა. ჩემი აზრით მესამე რაუნდის ბოლო ორმა წუთმა გადაწყვიტა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ბრძოლის შემდეგ რაც მოხდა, ეს არის გაცილებით საინტერესო, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. როგორც ვიცით, როდესაც ალჯო გამოდიოდა უკვე ბრძოლის შემდეგ და მას უკან მოყვებოდა მერაბი, რომელიც თან უღებდა ალჯოს და ასევე ჩვენი ალბანელი მეგობარი UFC-ის მებრძოლი დენის ბუზუკია. ერთმა ფანმა, მოკლედ აი მერაბი იღებდა, ამაზე ვიდეოს დავდევით, ესე მერაბს ხელში ჩაარტყა, ანიშნა რომ გამოეხედა და თან რუსულ ენაზე აყენებდა შეურაცხყოფებს და როგორც გავრცელებული არის და ყველა მიცის, მერაბმა არ იცის რუსული ენა და ვერ საუბრობს რუსულად, ხო? მაგრამ თქვენს დამეთანხმებით იმაში, რომ რუსული გინების გარჩევა რომ შეძლო და გაიგო, ამისთვის რუსული ენის ცოდნა არ არის აუცილებელი განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის და როგორც კი მერაბი მიხვდა რომ შეურაცხყოფებს აყენებდა მერაბს, რა თქმა უნდა ძალიან რთული არის შეურაცხყოფების მოთმენა და მერაბი გაიწია მისკენ და მაშინვე დაცვამ UFC-ის დაცვამ შეაჩერა ის და დენის ბუზუკიას მოუვიდა უკვე ჩხუბი, რამოდენიმე დაარტყა და იმანას დაუბრუნა ხელი. ესეთი რაღაცები ხდება, სამწუხაროდ ხშირად ხდება, ეს არ ხდება მარტო მერაბთან, ეს ხდება თითქმის ყველა UFC-ის მებრძოლთან, რომ ხანდახან ფანები არიან თუ ვინც არიან, არ ვიცი რა გონიათ, თავი უკდავები გონიათ და ესე ჰარი-ჰარალეზე აყენებენ შეურაცხყოფებს. ყველაზე საინტერესო შემდეგ მოხდა რა. ანუ თითქოს არც მიგვიქცევია ამ ყველაფრისთვის ყურადღება, ჩვეულებრივად იყო ყველაფერი, ანუ პირველი შემთხვევა არ იყო ეს და საღამოს ხედავთ რომ უმარ ნურმაგამედოვს აი ამ ფანთან თუ ვინც გინდათ ის დაარქვით, თორები უდევს, სურათები უდევს, შემდეგ ნახეთ რომ დიდი ხანია მას იცნობს და ნუ მოკლედ ამაყობდნენ რა ამ ყაზახის საქციელით, ხო ყაზახი არის, ხო სწორად ვამბობ. თან მან როგორ გაავრცელა სოციალურ მედიაში, რომ თითქოს მერაბი იძახდა, რომ შავკატ რახმანოვს აყენებდა მერაბის შეურაცხყოფას და წააგებს, რომ შავკატი და მსგავს რაღაცეებს საუბრობდა და ამის გამო გამოესარჩლა. რეალურად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მერაბს შავკატ რახმანოვთან და პირიქით, ანუ ჩვენც რო უყურებდით ბრძოლას ბიჭები, შავკატს იანგარის წინააღმდეგ შავკატს ვქომაგობდით ყველა და ეს იყო სრული სისულელე და აბსურდი, რომ ჯერ ეს ერთი მერაბი ესე არავის არ აყენებს შეურაცხყოფებს, მით უმეტეს ბრძოლის დროს და მით უმეტეს შავკატის მიმართ რა უნდა ქონოდა ესეთ საპირისპირო და რატომ უნდა მიეყენებინა შეურაცხყოფა და თან ხო რამდენი ვიდეო დაიპოსტა სხვადასხვა რაკურსებიდან და ასე შემდეგ და მერაბმა როგორც მითხრა თვითონ ვიდეოს მიღებდაო შეურაცხყოფას როდესაც მაყენებდა ბოლოს ინგლისურად დამიქნიაო თავი ხო მართალიაო ხო გაიგეო ხო ანუ ეს უკვე ინგლისურად მითხრაო და აი ყველაზე მთავარი ეგ ვიდეო რასაც ეგ ადამიანი ტელეფონით იღებდა ეგ არ დაუდია და აი ესეთი ბინძური ხერხები ცდილობენ მოკლედ ფსიქოლოგიური იქნება ეს თუ როგორი გავლენა მოახდინონ არ ვიცი მაგრამ მაგათ ავიწყდებათ რომ ეს ყველაფერი ჩვენზე არ მუშაობს შეიძლება ვიღაც რენდომ ამერიკელ მებრძოლებზე ან სხვა ეროვნების მებრძოლებზე ეს ყველაფერი მუშაობდეს და ისტრესებოდნენ და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ქართველები ვართ და მსგავსი რაღაცები საერთოდ არ მოქმედებს პირდაპირ გეტყვით ასე რომ ყველაფერი იმიტომ მოვყევი რომ კარგად გცოდნოდათ რეალურად რა მოხდა და რამდენად ბინძურად თამაშობენ თვითონ უმარი და მისი გუნდი ამ ყველაფერს რამდენად ბინძურად აკეთებენ და ეხლა ხვდები როდესაც კონორ მაკგრეგორი ესეთ შეურაცხყოფებს აყენებდა მაგათ და მაგათ გუნდს, საიდან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი და ზოგადად არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ესეთ რაღაცეებს აკეთებენ და გაზდით. ხლა კი მინდა გადავიდე შემდეგზე. ესეთი პოსტი გავაკეთე, სადაც გთხოვეთ რომ კითხვები დაგესვათ და მე ამ კითხვებზე გიპასუხებდით. საინტერესო კითხვები იყო ზოგი, მაგრამ სანამ ამ კითხვებზე პასუხზე გადავალ, მინდა გითხრათ რომ აი ეს მომენტი ჯაკუზიზე ხუმრობა, რაც მერაბი გაეხუმრა პრესკონფერენციაზე უმარს და ისლამს, თქვენც ნახეთ ალბათ უკვე რამდენად პოპულარული
სიყვარული გახდა ის ფოტო, რაც მერაბმა დაპოსტა, რომ მთელი ჩვენი გუნდი და სამეგობრო ესე ვთქვათ, ჯაკუში ვიყავით და ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა ამ ხუმრობას. რამოდენიმე ქართველმაც კი მომწერა, რომ აი მერაბი რო ეხუმრაო, თქვენ თვითონ დადებითო ეგეთი ფოტო და რას ნიშნავსო ეს და ასე შემდეგ. და ეს არის მეგობრებო, უბრალოდ ჯანსაღი იუმორი, რაც სამწუხაროდ ბევრ ადამიანს არ ესმის, როგორც მებრძოლებს, ასევე მათ კომაგებს რა. ამ შემთხვევაში ესე ვიტყვი, ჩვენ რა თქმა უნდა პოზიტივი გვიყვარს, ხუმრობა გვიყვარს, როგორც სხვაზე ვხუმრობთ, ასევე ჩვენ თავზეც გვიყვარს ხუმრობა და ვფიქრობ, რომ ძალიან სასაცილო იყო და ხელმა MMA community-მ აიტაცა ეს ყველაფერი. რამოდენიმე ადამიანს მართლა უმარნურმა გამედოვი ეგონა, როდესაც რეალურად დაფოტოშოპებული იყო, მოკლედ უმარის თავი. ძალიან ისეთი სასაცილო ის გამოვიდა რა, მიმი ესე ვთქვათ და მაგრად გავარდა. მოდი ეხლა მინდა თქვენს კითხვებზე გადავიდე. მოდი პირველი ამას წავიკითხავ. კითხვა ნაკლებად ძმაო, მერავს მოკითხვა გადაეცი მთელი საქართველოს გვერდზე უდგავართ და გულშემატკივრობთ. And still the machine. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ თქვენი გვერდში დგომა საკმაოდ იგრძნობა კომენტარებში, პირად მოწერებში. მერაბის ინსტაგრამზე ხო საერთოდ რა ხდება, ანუ აფეთქებული არის და ამ ბოლო დროს მეც იმდენი ადამიანი მწერთ ინსტაგრამზე იქნება თუ ეს სხვა სოციალურ ქსელებში. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი არის, რომ ყველას გიპასუხოთ. ბოდიში მინდა აქვე მოგიხადოთ და მადლობაც გადაგიხადოთ, რომ ესე აქტიურად ხართ ჩართულები და ყველაფერს თვალს ადევნებთ. თუ შეიძლება რომ უმარის ძლიერ მხარეებზე ისაუბრო, რა ტიპის საფრთხეს შეიძლება ველოდოთ და ასე შემდეგ. ამაზე საუბარს თავ შევიკავებ ამ ვიდეოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადგილას შემხვდა რომ რაღაცებზე საუბრობდი და შემდეგ ნათარგმნი იყო და დაპოსტილი იყო სხვადასხვა გვერდებზე და არ მინდა ამაზე ვილაპარაკო, რა თქმა უნდა. ყველაფერი კარგად არის განხილული, სადაც საჭირო არის იქ და როგორც საჭიროა ისე მივყვებით მომზადებას. გადავალ შემდეგ კითხვაზე. შენი სამომავლო გეგმები მოგვიყევი წარმატებები. ჩემი სამომავლო გეგმები არის რომ მთელი ჩემი ძალებით მერაბს დავეხმარო, რაში შემიძლია ყველაფერში, განსაკუთრებით ამ კემპში და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ ბევრ პროცესში ვარ ეხა ჩართული, არა მარტო გადაღებებში და ჩემი ამერიკაში ჩამოსვლის ყველაზე პირველი მიზეზიც ის იყო, რომ მერაბის გვერდში ყოფილიყავი და დავხმარებოდი მას ამ რიგ ნიუანსებში და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის. ჯერჯერობით ეს არის ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი და შემდეგ თუ რამე შეიძლება, ამაზეც გაგაგებინებთ. კითხვა არ მაქვს and still ჯიგარი ხარ. სალამი, რა გეგმები აქვს მერაბს უმართან ბრძოლის შემდეგ, მოგების და წაგების შემთხვევაში წარმატებები და მოგება ყველა ვარიანტში. მხოლოდ მოგება განიხილება ყველა ვარიანტში, ეს მინდა ვთქვა, მაგრამ სამომავლო გეგმებს თავი რო დავანებო, მერაბი და მერაბის გუნდი ორიენტირებული ვართ, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაზე და ჯერჯერობით სამომავლო გეგმებზე არც ვფიქრობთ და არც განვიხილავთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია თოფურია featherweight კარიერას ასრულებს და lightweight-ში გადადის. არის შანსი, რომ მერაბი featherweight კამარზე იჩხუბოს და ორმაგი ჩემპიონი გახდეს. ნუ ეს ინფორმაცია კი გავრცელდა, მაგრამ ხშირად როგორც ხდება ხოლმე, MMA გვერდები და MMA community მოვლენებს წინ უსწრებენ. იქ ნახე, რომ დაჟე დიეგო ლოპესის და ვოლკანოვსკის ბრძოლას დაანონსა ერთ-ერთმა MMA გვერდმა კამარზე. რა კამარიც ილიას ეკუთვნის და ილიამ სტატუსის გააკეთა დღეს, რომ ანუ ვაკანტურს არ ვტოვებო ჩემს კამარს, უბრალოდ ჩემ დივიზიონში ყველა ანადგურე და ვერ ხედაო რეალურ კონტენდერს და მოწინააღმდეგეს, ამიტომ ზედაწონაში სურს ასვლა და ზედაწონის დაპყრობა. პატო რამდენი ხანია რაც შენ მერაბთან და საერთოდ ამერიკაში ხარ და კიდე ერთი თუ გაქვს MMA ან UFC-ში რო შეხვიდე და შენც ვარჯიში დაიწყო, ანუ მაგ პროფესიას რომ გაყვე, მერაბი საუკეთესო მასწავლებელი იქნება, როგორც ჯაკუში, ასევე ოქტაგონზე. წარმატებები ყველას, გულში ხართ. ზუსტად 2 წელია რაც ამერიკაში ვიმყოფები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი პრიორიტეტი, როდესაც აქ ჩამოვედი, იყო რომ მერაბის გუნდში ყოფილიყავი და მას დავხმარებოდი ყველაფერში, ესე ვთქვათ. საქართველოში მეც აქტიურად ვარჯიშობდი MMA-ის Warriors-ის გუნდში, პროფესიონალებში. დიდი სურვილი მაქვს, რომ აქაც აქტიურად ვივარჯიშო და მივიღო მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩემთვის ამ შემთხვევაში უფრო პრიორიტეტული არის მერაბის კარიერა და მისთვის დახმარება, ვიდრე ჩემი სამოყვარულო ბრძოლების ჩატარება და შემდეგ პროფესიონალებში გადასვლა. მე როგორც ასეთი, ანუ სერიოზულად არაზუსტ არ შემიხედავს, რომ აი UFC-ში მინდოდა ყოფნა ან მოხვედრა ან ასე შემდეგ, უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს სფერო, სულ აქტიურად ვარჯიშობდი და ვარჯიშობ. აუცილებლად გეგმა მომავალში ბრძოლების ჩატარებას, უბრალოდ იმის გამო, რომ მე თვითონ მციამოვნებს ეს ყველაფერი ვარჯიში, წონის კლება, ბრძოლაზე გასვლა და ასე შემდეგ. შინაგანად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო არის და ბედნიერებას მგვრის და როდესაც იქნება შესაფერისი მომენტი, დამიჯერეთ, კიდევ ერთ მეგრულ მუშს ვაგებებ, მოკლედ აკაურებს ბაგაში ეჭი არ შეგეპაროთ, ანუ ყველანაირად მზად ვარ მაგისთვის. უმარის ბრძოლა ვნახე ცენტეგენთან, დიდი ვერაფერი იქნა, რამდენად შესაძლებელია რომ ნურმაგომედოვი დროის ამ მონაკვეთში ისე განვითარებული იყო, რომ შეძლოს მერაბის ტემპის გაძლება, მერასაც უყურე მინიმუმ 50%-ით უნდა მოუმატოს მერაბთან ბრძოლის დროს, რომ რაღაც წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. მოდი ამაზე ერთ რაღაცას ვიტყვი რა.
საერთოდ ვერავინ ვერ ხვდება მერაბის პრესინგს და მის კარდიო ძალას, სანამ მის წინააღმდეგ ოქტაგონში არ აღმოჩნდებიან და დამიჯერეთ, მეგობრებო, 2 წლის განმავლობაში მერაბის სპარინგების თითქმის 90% ჩემი თვალით მინახავს და გადაღებულიც მაქვს, თქვენც იცით ეს ყველაფერი. თვითონ ეს მებრძოლებიც რა, ტოპ მებრძოლები აქ სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ დამიჯერეთ კარგი ორგანიზაციის ჩემპიონები და ტოპ 10-ში მყოფი მებრძოლები და ასე შემდეგ არიან და როდესაც უკვე მერაბის წინააღმდეგ ჩაკეტილები აღმოჩნდებიან ოქტაგონში, უბრალოდ ვერ უძლებენ მის წნეხს, შეტევას და პრესინგს და იგივე მოხდება ჩემი აზრით ამ შემთხვევაშიც. შესაძლებელია რომ გიგა ჭიკაძემ, რომან დოლიძემ და გურამ ქუთათელაძემ ერთ ივენტზე იჩხობონ. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის, უბრალოდ სამივეს ერთდროულად უნდა ჩაენიშნოს ბრძოლა ერთ ივენტზე, მაგრამ რთული არის რომ ეს ერთ ივენტზე ჩანიშნო, იმიტომ რომ ყველა თავის მოსამზადებელ კემპშია, ყველა ინდივიდუალურად ემზადება, ესე ვთქვათ და ძალიან რთულია რომ დაემთხვეს. სალამი ვატო, კაი ასაკურასთან ხომ არ აპირებს კიდევ ვარჯიშს მერაბი. კაი ასაკურა უკვე გაფრინდა იაპონიაში და არ აპირებს კაი ასაკურასთან მერაბი კიდევ ვარჯიშს. ეგ ვიდეო რაც დაიდო რომ კაი ასაკურა და მერაბი სპარინგობენ და მერაბი ცდილობს ჩაყვანას, ეგ არის დაახლოებით 3 წლის წინადელი, მეგობრებო, ანუ ძალიან ძველი ვიდეო არის. საღლიანმა რაქნა უსტიდი ვიდეოს და არ ჩანს არსა ამ ბრძოლის კადრები და შედეგები გითხარი რამე. სამწუხაროდ მოკლედ ბოლო ბრძოლაში დავმარცხდით, ესე ვიტყვი, ალეკო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და ოჯახის წევრი არის და არ ვიტყვი რომ დავმარცხდით სამწუხაროდ ბოლო ბრძოლაში. რაღაც პატარა ნიუანსებში არ გაგვიმართლა, მაგრამ არ დავნებდებით მეგობრებო, დამიჯერეთ, აუცილებლად დაბრუნდება ალეკო უფრო ძლიერი, ეხლა ტრამვებს მოიშუშებს კარგად, პატარ-პატარა ტრამვებს თითქმის უკვე გამოშუშდა ბოლომდე. ღვთისყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი აზრით წარმატების მიღწევა ამ სპორტში შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც არასდროს არ ნებდებიან და მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველანაირი ნეგატივისა, მარცხისა, დაცემისა და ასე შემდეგ, მაინც ცდილობენ წამოდგომას და მაინც ბოლომდე იბრძვიან. მე ყველაფერს ისე უყურებ, რომ რაც ხდება ჩვენს თავს, ეს ყველაფერი ჩვენთვის გამოცდილება არის. თუ მარცხდებით, ეს იმიტომ ხდება, რომ მომავალში უფრო ძლიერები ვიყოთ და გავძლიერდეთ როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად და უფრო მეტი გამოცდილებაც გქონდეთ. ალეკო აუცილებლად დაბრუნდება, ეჭვი არ შეგეპარო თამაში და აუცილებლად ნახავთ ქართულ სვანურ ძალას და ავაფრიალებთ ქართულ დროშას. მოკლედ სულ დამბურძგლა. ძიარომანი თუ აპირებს ჩამოსვლას, გუშინ წინ ვესაუბრე ძიარომანს და ძიარომანი მალე ჩვენთან იქნება, არ ინერვიულოთ. ოკეი, ეს დაგულებული მაქვს, კაი კითხვებია. მერაბის მომზადება როგორ მიდის? მერაბის მომზადება ძალიან კარგად მიდის. ორჯერად ვარჯიშებზე არის. შეხვედრა გქონდა ჩვენს მთავარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან, რომელმაც დაუგეგმა მთლიანი კემპი და როგორც დაგეგმილი არის, ისე მიყვება. ჩემი აზრით იდეალურად მიდის რა მერაბის მომზადება. ის ჩეჩენი ბიჭი სად გააძრით და მერაბს რა კუთხით დაეხმარება. ის ჩეჩენი ბიჭი ჩვენმა ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მოიყვანა სინდიკატში, ძალიან თავმდაბალი და მორიდებული ბიჭი არის. საკმაოდ გამოცდილი მებრძოლი არის. სხვათა შორის ტყუპი ძმა ყავს, რომელიც ზუსტად ერთ-ერთი მას გავს. ესე პირადად არ მინახავს მისი ძმა, მაგრამ სურათები რაც ვნახე ძალიან გამიჭირდა მათი განსხვავება. ეხლა სხვათა შორის მერაბთან ერთად არის ვარჯიშზე წასული და აქტიურად ეხმარება სხვადასხვა ტექნიკების დამუშავებაში და ძალიან კარგი ბიჭი არის რა. მოკლე დროში დავმეგობრდით და კარგი ადამიანი არის, რაც თავარი არის და ესე ვთქვათ, გულიანი ადამიანი არის და ყველაფერში ეტყობა მონდომება, როგორ ცდილობს და როგორ ეხმარება მერაბს და როგორი მოტივირებული არის, რომ დაეხმაროს და მის გვერდით იყოს. რაიმე სახის კონტაქტი ხომ არ ყოფილა მერაბსა და უმარ შორის პრესკონფერენციის მერე არანაირი სახის კონტაქტი არ ყოფილა, ნუ თუ იმ ვიდეო სურათს არ ჩავთვლით ჩვენ ჯაკუზზე, რაც დაპოსტა მერაბმა. აპადლიცებთ თუ არა იმ ყაზას, ეგეც მაინტერესებს. რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ეხლა კიდე რაღაც ედმეტ უაზრობებში თავის გაყოფა და არ გჭირდება რა, არაფერში მსგავსი რაღაცა რა. ეგ მაგათმა იკითხონ, თვითონ იქცევიან არაღირსეულად, ესე ვიტყვი და სამარცხვინოთ რა. აი, უნდა რცხვენოდეთ მაგ ადამიანებს. სხვათა შორის ეგ ყაზახი არაერთხელ ყოფილა დაჭერილი. რამოდენიმე ადამიანმა პოსტი ჩამიგდო, მსგავსი სცენების დადგმის გამო, როგორც ვიცი, ყაზახეთში ჩაუტარებდია რაღაც შეჯიბრი და იქაც ვიღაცას გამოესარჩლა თუ რაღაც ისულელე გააკეთა. უმარ ნურმაგამედოვის სახელობის შეჯიბრი ჩაატარა ყაზახეთში, ორგანიზატორი ყოფილა თუ რაღაც მონაწილეობა მიუღია ამ შეჯიბრის ორგანიზატორობაში და იქაც
დაიჭირეს, ამის სტატია ჩამიგდეს. ვარჯიშობ ჩვენ ქართულ ბიჭებთან ერთად, თუ არა რატო მან აპირებ დაწყებას. რასაც ხედავთ მოკლედ ჩვენი ქართველი ბიჭები რო ვიდეოებს დებენ, სურათებს და ასე შემდეგ, ეხმარები მოკლედ ამ ყველაფერში, ეხლა ჯერჯერობით ეს პოზიცია მაქვს მორგებული, მაგრამ როგორც წინა კითხვებში გავეცი პასუხი, მეც აუცილებლად ვაპირებ ბრძოლის ჩატარებას, როგორც კი თავს ვიგზნობ კარგად და ნახავ რომ შესაფერისი დრო იქნება ჩემთვის. მერაბის შემართებაზე და მენტალურ ამბავზეც გითხარი, ბოლო დროს თითქოს მეტად ბრაზდება, არ ვიცი უბრალოდ ხომ არ გადაიღალა, მგონი თქვენზე მის გარემოცვაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ბრძოლამდე პერიოდში. მერაბმა დასამტკიცებელი დაამტკიცა, აწმხოლოდ სიამოვნება მიიღოს ბრძოლებიდან, რომ ჯერა დიდხანს იქნება დაუმარცხებელი სერიის მანქანა. მერაბი ძალიან კარგად გზნობს ფსიქოლოგიურად და მენტალურად თავს. დამიჯერეთ მართლა ძალიან კარგად გზნობს თავს. ეხლა თავის საქმე რაც არის, მაგას მიყვება მშვიდად და აუღელვებლად. ასე რომ ამაზე ნუ გავამახვილებ დიდად ყურადღებას იქ რამოდენიმე ქართულ ჯგუფშიც ვნახე. პირდაპირ გეტყვით რომ სისულელები ეწერა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი რიგზი არის მეგობრებო რა. არ დაგვაუწყდეს რომ UFC ბიზნესი არის და მათთვის ფინანსური მოგება და pay-per-views გაყიდვაც ძალიან დიდი პრიორიტეტი არის, რასაც ფაქტობრივად მერაბმა ხელი შეუწყო. დანავაითმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადაუხადა, მადლობა მერაბს. და ისიც თქვა, რომ სხვათა შორის დანავაითი არ აპირებდა ამ ბრძოლაზე დასწრებას. ამ პრეს-კონფერენციის შემდეგ, რომ აუცილებლად დავესწრებიო ბრძოლებსაც და იქ იქნება და მერაბს რამოდენიმეჯერ გადაუხადა თვითონ პირადად მადლობა. ამიტომ დამიჯერეთ ეს ბევრს ნიშნავს. იქ პრეს-კონფერენციის მერე ისაუბრა კიდევაც, რომ მერაბი მინისტრი კლენდი არისო. ძალიან მაგარი მომენტი იყო. შეიძლება რამე გამომრჩა და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მერაბმა უპატივცემლობა რაში დაინახა უმარისადმი მხოლოდ ისაა მიზეზი, რომ უმარს ჯერ მიღწევები არ აქვს საკმარის, რომ კამარზე იჩხუბოს თუ რამე სხვაშია საქმე. ანუ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ მერაბთან ერთად ძალიან ბევრჯერ შევხვედრილ ვარ უმარს, ესე გადაუკვეთილ ვართ შემთხვევით და სეჰუდოსთან ბრძოლამდე UFC-ში შემთხვევით შევხვდით უმარს და არაფერი მერაბი ძალიან ისე ჯიგულად ესაუბრებოდა და კითხა, რომ ანუ რას ფიქრობო ისე ვინ მოიგებსო რა, ჰენრიო თუ მე და ვის კომაგობო და ანუ თვითონ ხო იძახი, ანუ ესე კავკასიელები ვართ და ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ და მხარი უნდა დაუჭიროთ და ასე შემდეგ და მაგ დროს უმარს ზუსტად 4 ბრძოლა ჰქონდა UFC-ში ჩატარებული და მე-14 ნომერი იყო თუ რაღაცა, ესე მახსოვს და ანუ უმარი ეუბნება, რომ არა აქვსო მნიშვნელობა რომელი გაიმარჯვებთო, შენ თუ ჰენრი, შემდეგ მე შეხვდებითო რა. რატო უნდა შეხვედროდა მას, როგორც მერაბი ხსნის ინტერვიუებში, თუ ნომერ პირველი კონტენდერი არის, მე-14 ნომერს რატო უნდა ეჩხუბოს. კიდევ ერთი მომენტი ის მინდა ვთქვა, რომ არ დაგავიწყდეთ უმარს ძალიან ბევრი ტვიტი აქვს გაკეთებული და შემდეგ წაშლილი აქვს ეს ყველაფერი. რამოდენიმე ტვიტს განსაკუთრებულად ვეძებდი და ვერ ვიპოვა, იმიტომ რომ უკვე წაშლილი დამხვდა და ესეთი პატარ-პატარა ნიუანსები ძალიან ბევრი იყო. მეგობრებო რა, დამიჯერეთ ესე უბრალოდ არავის არაფერს არ უგონებს მერაბი, რომ შეურაცხყოფილი არის და ასე შემდეგ. ამირანზე მოყევი რა გეგმები აქვს და რა სიახლეებს უნდა ვეღლოდოთ. მოკლედ ამირანს ძალიან კარგი მენეჯმენტი ყავს აქ ლას-ვეგასში, ერთ-ერთი ტოპ მენეჯმენტი არის. ჩამოვიდა უკვე ვეგაში არის, ემზადება, ფორმაში შევიდეს და შემდეგ მაქსიმალურად ეცდებიან რომ ბრძოლა დაუნიშნონ UFC-ში. ეს იქნება short notice ან ჩაოლებრივი ბრძოლა, რომელსაც აიღებს და ანუ ეხლა მთავარი არის რომ მოემზადოს, კარგ ფორმაში შევიდეს, კარგი გამოცდილება მიიღოს აქაურ ბიჭებთან სპარინგებით და UFC-ს უმიზნებს აუცილებლად. მერაბის კუთხეში ისევ შენ იქნები ვატო? არ ვიცი, წინაზეც ისე იყო რომ ბრძოლამდე 3-4 დღით ადრე გავიგე რომ მერაბის კუთხეში ვიყავი. ანუ კუთხეში ყოფნა ამ შემთხვევაში ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ისეთი ადამიანი ყავდეს მერავს, ვინც სწორ რჩევებს მიცემს, სწორად უკარნახებს მოკლედ და სწორად გააკეთებს საქმეს, როგორც საჭირო იქნება ისე და ჩემზე უფრო მეტი ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანი არის ამ სფეროში, ვინც შეუძლია მერავს რო გვერდში დაიყენოს და კუთხეში დაიყენოს. ნახოთ, არ ვიცი, მოკლედ ნახოთ. რომანი, თორნიკე, ალეკო არ ჩანან, ამ ბოლო დროს გვაინტერესებს სკვადი სულად როდის იკრიბება, როგორც ტალპად დადიან დაგები მერავსაც ეხლა ჭირდება ეგეთი გვერდში დგომა. რომანი მალე ჩამოვა, თორნიკე აქ იყო და სამწუხაროდ ბრძოლა ვერ დაუნიშნეთ. თორნიკე ნაგლიაშვილის 7-მა მოწინააღმდეგემ უარი თქვა თორნიკესთან ბრძოლაზე. წარმოვიდგინეთ, ანუ 3 სამოყვარულო ბრძოლა აქ ჯერ მხოლოდ ჩატარებული. ეხლა უნდა გადასულიყო პროფებში. პირველი ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა პროფებში და აი 7-მა მოწინააღმდეგემ უარი თქვა მასთან ბრძოლის ჩატარებას და ალეკოს რაც შეეხება, ალეკო ეხლა უფრო კონცენტრირებული არის აღდგენაზე ბოლო ბრძოლიდან, რაღაც პატარ-პატარა ტრამვები აქვს, ცოტა მუშტები დაუზიან და ისეთი დარტყმები მიაყენა მის მოწინააღმდეგეს, უკვე ფიზიკურად ვარჯიში დაიწყო, დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე MMA-ის ვარჯიშსაც დაიწყებს და დაგვიბრუნდება. კარებზე აკაკუნებენ გავახო.
მოკლედ ძალიან სასაცილო რაღაცა მოხდა ახლა. უსადა მოვიდა მერაბის შესამოწმებლად, მერამდე დამოწმებენ უკვე მე-9 თუ მე-10 ამ წელს. აი კვდები სიცილით რა, 50-ჯერ თუ შეგამოწმებენ, რაღაც სპეციალური ჟაკეტს გაძლევენ რა, ეს მოსაცმელს, რომ 50-ჯერ ხარ ტესტირებული და მე მგონი მერაბი მალე აიღებს ამ ჟაკეტსაც. მერაბს რომ ეხმარება ჩეჩენი ბიჭი უმართან ორთაბძოლისთვის რამდენად ძლიერი ბიჭია. 7 ერთზე აქვს რეკორდი, საკმაოდ გამოცდილი ბიჭი არის და ზუსტად ისე ტექნიკურ საკითხებში, ტექნიკურ მომენტებში ეხმარება მერაბს, რაც ჭირდება ამ ბრძოლისთვის. რატომ გადაგვეკიდნენ ქართველებს ასე ძალიან ეგრეთ წოდებული კავკასიელები რას ცდილობენ ამით? ჩემი აზრით ცდილობენ რომ დომინირება მოახდინონ ზოგადად UFC-შიც და MMA-შიც, რაც სამწუხაროდ ჯერ არ გამოსდით, როგორც საჭიროა ისე ორი ჩემპიონი ყავს ქართველებს, უნდა ვამაყობდეთ ამით და მათაც უნდათ რომ 2 ან 3 ჩემპიონი ყავდეთ და მაგიტომ ცდილობენ ესე და მაგიტომ უჭერენ ესე აქტიურად ერთმანეთს ხარს. ვატო შენი აზრით როგორ შეხვდება ამ ბრძოლას ფსიქოლოგიური კუთხით, გეკითხები, იქნება დაწყნარებული მერაბი თუ რას ფიქრობ? რა თქმა უნდა, დაწყნარებული იქნება და რომელ ბრძოლაში გინახავთ მერაბი აღელვებული, ანუ მერაბის ბრძოლებს, ოდესაც უყურებ და ახლა ბოლო ბრძოლაში საჩემპიონო ბრძოლაზე, ოდესაც გადიოდა, იქ შექმნილი სიტუაციით და იმ ყველაფრით სიამოვნებას იღებდა ადამიანი და ბჭყალებში ვთქვა, кайფობდა რა ამ ყველაფრით და ძალიან სიამოვნებდა და უყვარს მერაბს ბრძოლა და დიდ სიამოვნებას გვრის მას ეს მომენტი და აქაც ესე იქნება ჭკვიანურად მიუდგება მეგობრებო დამიჯერეთ არ ინერვიულოთ ამაზე დაღესტნის დროშას გააძროს მერაბი პრესკონფერენციაზე თუ აღარ იქნება პრესკონფერენცია კიდე. პრესკონფერენცია კიდე იქნება, კი, მაგრამ დაღესტნის დროშით ნამდვილად არ გამოვა მერაბი და არ გააძრობს მოკლედ. უმარს ბრძოლა ხო ქონდა ჩანიშნული ნოემბერში გაუქმდა ეგ ბრძოლა? კი, სონგ იდონგთან ქონდა ბრძოლა ჩანიშნული და გაუქმდა ეგ ბრძოლა. მერაბს როგორც ვიცით თებერვლის ბოლოს მარტში უნდა და ბრძოლის ჩანიშვნა UFC-დან და რაიმე ულტიმატუმი თუ რატო განვითარდა მოვლენები ესეთი სისწრაფით. რა თქმა უნდა თუ შესაძლებელია ამ დეტალების გამჟღავნება რომ მოგვიყვეთ. ანუ ბევრჯერ ვთქვით რა მეგობრებო ამასთან დაკავშირებით რომ ხანებისგან და ყველასგან, განსაკუთრებით მუსლიმანური სამყაროსგან, ანუ მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს მუსლიმანებთან და მყავს მეგობრები. უბრალოდ მართლა ტვინი გაიბურღა, რომ აი უმარი ძალიან დიდი დისრესპექტი და უპატივცემლობა მოდიოდა. ეხლა ჩვენს გვინდოდა მაგალითად ომალისთან ბრძოლის ჩანიშვნა და სანამ ბრძოლას ჩავნიშნავდით, ესე არ ვიჯექით კომენტარებში და დედას არ ვაგინევდით მოკლედ ომალის და რაღაც სისულელეებს და ესეთ რაღაცებს არ უწერდით, ხო? ანუ ამ ყველაფერს ვაკეთებდით ჯანსაღად. და თვითონ ამ ყველაფერს ჯანსაღად არ აკეთებენ. აქ არის ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ შეურაცხყოფელი საუბრით, რაღაც ძალიან ცუდი მომენტების გაზიარებით და მსგავსი საუბრებით ცდილობდნენ ამ ბრძოლის მოპოვებას და რაც უნდათ მიიღეს კიდევაც და როგორც მერაბი ამბობს, ფრთხილად იყვნენ იმასთან დაკავშირებით თუ რას ისურვებენ. UFC აკეთებს თითქოს მერაბია ყველა ბრძოლაში აუთსაიდერი, კაც ჩემპიონია და ახლაც კი ასეა. ჯერა დარწმუნებული ვარ გარდაუვალია მერაბის გამარჯვება. კიდევ ერთხელ აჩვენებს და დაუმტკიცებს სოფლიოს რომ ღირსეულია. მოკლედ ყველა ბრძოლაში ისე იყო რომ თითქოს მერაბი აუთსაიდერად გამოყავდა UFC-ს. ვაიმე დედა ჟოზე ალდოს ვეჩხუბებით, ესეთი ლეგენდარული მებრძოლი ეხა რა ვქნათ, რასიზამს მერაბი დავამარცხეთ ჟოზე ალდო. შემდეგ იყო ვახ პიტერიანთან დაინიშნა ბრძოლა, რა გავაკეთოთ პიტერიანს ვეჩხუბებით. ესეთი მაგარი სტრაიკერი მოჭიდავე და ასე შემდეგ და უშანსოდ დაამარცხა მერაბმა პიტერიანიც. შემდეგ იყო რომ ჰენრი სეჰუდო და 2 დივიზიონის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი ესეთი მოჭიდავე რა ვქნათ და კარგად მიბეგვა ჰენრი სეჰუდოც. შემდეგ იყო შონომალი და შონომალის ისეთ პრომოუშენს უკეთებდა UFC და ისეთი რეკლამები მიდიოდა შონომალიზე რომ ჩვენი მწვრთნელი ჯონ უდი მოვიდა და მერაბი და მე ვდგავარ და გვეუბნება რომ რა ხდება ღმერთო ჩემო ანუ კინგ კონგს ვეჩხუბებით თუ შონომალისო რა აი ზუსტად ამ სიტყვებით თქვა და ნახეთ კიდევაც მოკლედ რაც მოხდა შონომალისთან ბრძოლაში შონომალიც უშანსოდ დაამარცხა მერაბმა მთელი სულით და გულით გამარჯვებას უსურვებ მერაბს მერაბ ამ ვიდეოს თუ უყურებ მთელი საქართველოს შენს გვერდში ვარ ჩემო ძმაო ღმერთი შენკენ შენი გვჯერა დასამტკიცებელი არავისთან არაფერი არ გაქვს ღირსეული ქართველი და მებრძოლი ხარ და როგორც მეუნები ხოლმე დედას უტირებ და შევჭამო აი ზუსტად ისე იქნება ყველაფერი დარწმუნებული ვარ. ყველას დიდი მადლობა მეგობრებო რომ ამ ვიდეოს უყურებდით და ზოგადად გამოეხმაურეთ ჩემს პოსტს. ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომ მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხით თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ და არ დაგავიწყდეთ 50000 გამომწერზე როგორც კი ავალ UFC-ს რეპლიკა კამარს ვათამაშებ რომელიც UFC shop-ში დაახლოებით $1000 ღირებულების არის და ეს კამარი ნამდვილი კამარი არის ეს არ არის რეპლიკა ეს მართლა მერაბის კამარი არის და ეს დარჩება მერაბთან Amin.